უერთდები ჩემს მეგობარს და მიუსამძიმრებ პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში და ალბათ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარც მოხდეს. რაც შეეხება ეკონომიკას, ვიცით რა მდგომარეობაც არის, როცა ვსაუბრობდით ჩვენ იმაზე, რომ პოლიტიკური კრიზისი აუცილებლად გადაითარგმნებოდა ეკონომიკურ კრიზისში, ამის ნიშნები ჩვენ გვაქვს და ზუსტად ასე არის, რომ რაღაც დრო ჭირდება იმას, რომ ეს ყველაფერი უკვე ყველამ ჩვენ თავზე ვიგრძნოთ, ასე ვთქვათ და ეს არის გარდაუვალი, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ შემხედრ ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ და ვხედავთ საკმაოდ ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორებს, ვთქვათ, რაზეც შეგვიძლია, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურათი იქნება მძიმე თავი რო დავანებოთ იმ პოლიტიკურ შემადგენელს, რომელიც არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე ეკონომიკური, იმიტომ რომ თუ ჩვენ თავისუფლება არ გვექნება, ბუნებრივია და თუ იქნებით ერთი სახელმწიფოს ვასალი ქვეყანა, არც ეკონომიკას აქვს მაგ შემთხვევაში მნიშვნელობა და არაფერს წესით. თუმცა ჩვენ ახლა გვიმტკიცებენ, თქვათ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, როცა ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საინტერესო ეკონომიკური ზრდა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ჩვენს პრინციპში უღირს ქმედებებთან, პირდაპირ ვიტყოდი, ეკონომიკურ ჭრილში ამბობენ, რომ ეს არის რაღაცის საპირწონე. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ეს არ არის საპირწონე თავისუფლების და პირველ რიგში ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და აუცილებლად ეს ეკონომიკაზეც გავლენას მოახდენს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია სანქცირებულ და იზოლირებულ ქვეყანაში განხორციელდეს გრძელვადიანი და თუნდაც საშუალოვადიანი ინვესტიციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირი, თქვათ, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ეს იყო სადღაც $1 მილიარდი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ყოველწლიური. ამ თანხის ჩანაცვლება რით მოხდება, ანუ თუ საუბარი არის იმ რაღაც ერთ პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტია, რა თქმა უნდა, თუ განხორციელდება სწორად და ვიცით, რომ ის გაწერილია წლების განმავლობაში, ანუ არანაირი ეს, თქვათ, მაკომპენსირებლად ვერ ჩაითვლება, იმიტომ რომ საუბარი არის, თქვათ, წლევანდელ წელზე, სადაც გვეუბნებიან, რომ რაღაც მოსამზადებელი სამუშაოები მიდის. ანუ ჩვენ ახლა უნდა ვხედავდეთ, როგორც მინიმუმ კრიზისიდან გამოსავლის გეგმა უნდა გვედოს მაგიდაზე და უნდა განვიხილავდეთ, რამდენად ეს გეგმა იქნება ჩვენი გადმოსახედიდან ეფექტური. ამის ნაცვლად ჩვენ ხედავთ მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგებს, პოლიტიკურ რაღაც თამაშს, რომელსაც ასევე არსად კარგისკენ არ მივყავართ.